მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ვნახოთ ჩვენ რა ხდება ახლა მის ცხოვრებაში. დიდი ხანი არ გაგვიკეთებია ჩვენს გაშლა და ვნახოთ რაც გვეტყვის ჩვენ ახლა ტარო, ხო? ვნახოთ. შევხედოთ ანუ რაზე ფიქრობს, რაზე გრძნობს, ხო? ყველაფერი სამსახური, კარიერა რა ხდება. ვნახოთ. თავარი ენერგია ახლა მის ცხოვრებაში. ნახოთ. თავარი ენერგია მის ცხოვრებაში. კითხები როგორც ყოველთვის მომზადებული მაქვს. ნახოთ მისი ფიქრები, რაზე ფიქრობს ახლა? მისი გრძნობები. даже ორი წამოვიდა, კი ბატონო. მისი პირადი ცხოვრება, რა ხდება ახლა, დაუშვით, რამე ან ურთიერთობებიაში, რა ვიცი, ყველაფერში ოჯახი რამე რომ მისი ახლო წრე, აი ეს ნახოთ. შემდეგი მაგის აი ახლა მინდოდა რა სამსახურზე რა თუნდაც ამ დასთან დამიძახა. რაც ეხება მაგისი, так, მოიცადეთ ახლა მისი პირადი ცხოვრება ვთქვი, სამსახური. ანუ საქმე, ფინანსები, ხო, რა ხდება? სამსახური ვნახოთ და ფინანსები, აი ასე. სამსახური არ ფინანსებზე მე ის დამეხმარება თუ დამჭირდება იყოს. შემდეგი ვნახოთ მისი გარემო, რა ხდება? მეგობრები, კოლეგები, ადამიანები, რომელიც ახლა ზეგავლენას ახდენენ მაგაზე. Так, შევხედოთ რა არის მაგაში ესეთი ფარული, ის რასაც ხვებს არ უჩვენებს ეს ადამიანი. ვნახოთ ახლა даже ისიც შევეხოთ ცოტა ეზოტერიკულად მისი კარმული გაკვეთილები, რა უნდა გაიგოს თქვა ამ სიტუაციაში, რაშიც ახლა არის ეს ადამიანი და მისი ახლო მომავალი, ანუ საით მიდის ახლა ეს სიტუაცია უახლოს მომავალში. ახლა ეს ადამიანი არის ნახეთ, მარტო არის რაღაცა თავის ფიქრებში, თავის ბრძოლებში, იმიტომ რომ მაგის ცხოვრებაში ახლა მიდის ძალიან დიდი ცვლილებები. ადამიანი შეიძლება გამოდის ახლა ძალიან რთული პერიოდიდან, ეს ახლა ბოლო მაჩვენებს დასწრის, მაგრამ ნახოთ ჩვენ გვაქვს თავარი ენერგია მისი ცხოვრების ახლა. აი ეს არის მაგის მთავარი ენერგია, ადამიანი რომელიც ზის და არიცის ახლა საწავიდეს, აი იცით რა, მოდით ახლა უცბად ვნახავ ახლა თქვენს შორის რა ხდება, იმიტომ რომ უცბად მაინტერესებს რომ დააგადგილო რა ხდება თქვენს შორის, იმიტომ რომ რაღაცა ისეთ ენერგიაში არის ეს ადამიანი. აქ როგორი მომენტი გაქვთ თქვენ ან так, ეს მარტო ეს ადამიანი თუ აქ როგორი სიტუაცია გეტყვით ახლა მე თქვენ რას მიყვება და რო იცით, აქ შეიძლება არის ორი ვარიანტი. ან ვიღაცას უკვე ადამიანი ფიქრობს რომ სიტუაცია დასრულებულია, იმის მიუხედავად რომ ანუ კი ვიყავე მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმის მიუხედავად რომ აქ არის სიყვარული და ყველაფერი, მაგრამ ეს ადამიანი რას ფიქრობს? ნახეთ, მე კი მაგ სიყვარული, მე კი მინდა მასთან ურთიერთობა, მაგრამ მას არ უნდა ჩემთან არაფერი, იმიტომ რომ შეიძლება даже ზოგი აქ ფიქრობს იმასაც, რომ შეიძლება თქვათ ახლა სხვა ადამიანი ხომ არ აყავს მაგას კიდე. თუ დაუშვოთ თქვენ ახლა გაქვთ აქ სამკუთხედი, ხო, სიტყვაზე, მაშინ ეს ადამიანი ახლა, ფიქრობს ძალიან ნერვიულობს იმაზე, რომ თქვენ ყავთ მამაკაცი, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ არჩევანი გააკეთეთ, თქვათ ქმრისკენ დაუშვათ გოგოებო და ან სხვა ადამიანზე დაუშვა და მაგ ადამიანს უყვარხარ თქვენ, უნდა თქვენთან ურთიერთობის გაგრძელება, რაღაცა გრძნობაც, ყველაფერი, მაგრამ აი თითქოს შეიძლება
თქვენ აქ ან თქვენზე არის დამოკიდებული ეს გადაწყვეტილება, ან თქვენ დასვით წერტილი. შეიძლება ადამიანი ასე ფიქრობს. იმიტომ რომ ეხლა ნახეთ, ესეთი ენერგია არის, რომ მე არ ვიცი, იმიტომაც გითხარით, რომ შეიძლება ან მართლა არის აქ სამკუთხედი და თქვენ დაუშვათ ხართ ისეთი თქვენ, თქვენ ახლა ბიჭებო თუ თქვენ უყურებთ, გოგოებო, არის ადამიანი ისეთ ენერგიაში, როცა არ იცის რა გააკეთოს, არ იცის ბრძოლაში არის ზის, ანუ შეიძლება გეუბნებით, ეჭვიანებს კიდევაც, რომ ვინმე ხომ არ აყავს მაგას, იმიტომ რომ ინფორმაცია არ აქვს არანაირი და ან თვითონაც არის ისეთ ენერგიაში, რომ არ იცის სად წავიდე, რა გავაკეთო, რა ვქნა, იმიტომ რომ აქ არის როგორი მომენტი, იცით, შეიძლება აქ გეტყვით ახლა 1-2 წამი მაცალებ გეტყვით. ხო, აი ნერვიულობს ეგ ადამიანი რა არის? ისეთ შეიძლება რაღაცა ნახეთ, რაღაცა სიტუაციას ეს ადამიანი არ აძლევდა შანსს. შეიძლება ანუ რატომ იცით რომ დაუშვათ აი არ მინდა გამოუჩნდე რაღაცა სულელებით ანუ იყო რაღაცა პერიოდი თქობა ძალიან დიდი პაუზა რომელიც გააგრძელდა მაგრამ ეს ენერგია არის როგორი იცით რომ აი თითქოს ადამიანი აი აქ იმაზე ნერვიულობს რომ ხომ არ დავკარგე მე შანსი დაუშვათ რაღაცას ურთიერთობის განახლებაზე იმიტომ რომ დიდი ხანი ფიქრობ ძალიან როცა არის მე-14 არქანი ეს არის აი გრძელი რაღაცა სიტუაცია აი თან კიდე ფიქრობს ახლა თავის მომავალ ცხოვრებას ეს ფიქრობს ეს ადამიანი რა იქნება როგორ იქნება რა მელოდება თუნდაც სიყვარულში რა იქნება დავბრუნდე არ დავბრუნდე ანუ თქვათ რამე დაუშვათ გავაკეთო თუ არ გავაკეთო რამე ნაბიჯი აი აქ არის ეგეთი ენერგია არ იცის რა გააკეთოს რა სიყვარულს ეხება კი ბატონო აქ რაღაცა იმიტომ რომ რაღაც შეიძლება ნახოთ всё შეიძლება ჩვენ ნახოთ აქ რა შეიძლება და ეს გავარკვიეთ ეხლა ვნახოთ ჩვენ მისი ფიქრები რას ფიქრობს ეხლა საერთოდ რას ფიქრობს ვიზზე ფიქრობს ნახეთ საერთოდ არის ფიქრები აქვს მაგას თავის მნიშვნელოვან ქალზე. მოდით ასე რომ ვკითხოთ ახლა ჩვენ პრინციპში საჯარო გაშლა, ვიღაცა შეიძლება პატარა არის და დედაზე ფიქრობს, ეგაც შეიძლება იყოს. მისი ფიქრი არის, აი მე არ შემიძლია, აი აქ არ მომდის მე ეს ენერგია, მე კი გადავამოწმებ, მაგრამ მაინც არ მოდის ენერგია, რომ თქვა ადამიანი, როგორც იმპერატრიცაზე ფიქრობს, აი მე როგორ ვიყო კარგად, აი ჩემთვის აი თქვა თავისი უხვეზე, თავისი მდიდრზე, არა. ეხლა ამისი ფიქრი არის უბრალოდ აი ენერგია მოდის იმენა უშუალოდ რაღაცა ქალისთან აქაც გვაჩვენა ჩვენ რომ არის ეს ფიქრი ეს ქალი მნიშვნელოვანი ქალი არის კი თუ დაუშვოთ ეხლა ეს კიდე ნახат აი აქ სიტყვაზე თუ დაუშვოთ თქვენი ქმარი არის და თქვენ რაღაცა დაშორდეთ ქმარს ვიღაცისთვის იქნება ინფორმაცია ეს ადამიანი ფიქრობს რომ აი შეიძლება მოხდა მის ცხოვრებაში რაღაცა პერიოდი ძალიან ხანძლივი როცა მაგას ჰქონდა თქვა საშუალება რომ იფიქრა და მიხვდა რომ მე ჩემი ცოლი მიყვარს და მინდა ჩემი ოჯახი მიყვარს და მინდა მან ყოფნა და მაგრამ გადაწყვეტილება მაინც იქნება როგორც აქ თქვი წეღანაც რომ ქალზე დამოკიდებული რა შეიძლება თქვენ დასვით წერტილი იმიტომ რომ რაღაცა შეიძლება დააშავა ამ ადამიანმა მაგრამ ფიქრობს ახლა ნამდვილად აქ აი მისი ფიქრი ეს ქალია თუ სხვა რამეა არა ეს არის თავისი რა თქმა უნდა ახალ გზაზე თქვენთან ერთად ფიქრობს რა თქმა უნდა ვინც უყურებს ახლა ის მისი გაშლა არის კი, იმიტომ რომ უნდა რაღაცა ის შანსი მაქვს თუ არა მაქვს. შემიძლია თუ არ შემიძლია, თქვათ რამე ან შეიძლება დაუშვათ ახლა რამე გზას ეძებს, თქვათ ან შეტყობინება, თქვათ რომ რამე გამოგიგზავნოთ, მიიღებს არ მიიღებს, შეიძლება ფიქრობს როგორ ანაერად ისე გავაკეთო, რომ ყველაფერი იყოს სწორი, არაფერი შემეშალოს. არაფერი შემეშალოს, იმიტომ რომ უკვე და ისეთი ნაბიჯი გავაკეთო, რომელიც ნაღდი იქნება უკვე და არა თქვათ რაღაცა
სულელური აი აქ ხო და არ იცის გამოსავალს ეძებს არ იცის როგორ გააკეთოს ეს ნაბიჯი რა იმიტომ რომ უკვე აქ არის როგორ იცით ორიანი საერთოდ არის როცა ადამიანის რაღაც ახალი ეტაპი შეიძლება იწყება შეიძლება ადამიანს ქონდა აქ დიდი ხანი იმისი დრო რომ ეფიქრა ამ ურთიერთობაზე მჭირდება არ მჭირდება იმიტომ რომ ეს ისეთი თემა შეიძლება სიზმრებსაც ხედავს დაუშვოთ შეიძლება რაღაცა ნიშნებს ხედავს შეიძლება ღამეს ეღვიძება დაუშვოთ ამ ადამიანს და სულ აი ეს ქალის ენერგია სულ ტრიალებს იმიტომ რომ მწვარე ეს ну რა თქმა უნდა არის უფრო ქალის ენერგია რა ანუ ქალის დაბრუნებაზე ფიქრობს ადამიანი რაღაცას აი აქაც გვაჩვენეს ჩვენ ეგრევე რა მაგრამ მინდა გავაკეთო ისე როგორც თუ დაუშვოთ ქმარზე ალაპარაკე და თქვენ კორწინებაში იყავით იცოდეთ რომ ამას უნდა ისე ვისე თქვენთან ხელის მოწერა თუ განკორწინება გქონდეთ თუ თქვენ დაუშვოთ ან თქვენ შეიძლება უთხარი დასვით წერტი და თქვით რომ მორჩა მე არანაირი აქ არ მჭირდება შენთან არაფერი განკორწინებას ვაკეთებ და თუ დაუშვოთ თქვენ ეს გააკეთეთ იმიტომ რომ ხმალების ტუზე ზოგჯერ აჩვენებს თქვა ნუ იმას რომ უკვე იურიდიული საბუთიც აიღეთ თქვენ შეიძლება უთხარით რომ იცი რა არის გენოცვალი შენ ახლა მე უკვე всё განკორწინება გავაკეთე შენთან და ამას უნდა დაბრუნება ისევ თქვა კორწინებაში ანუ სერიოზულ ურთიერთობაში მიხვდეთ ну აი დღეს ახლა ასეთი მოდის ხო ხედავთ ინფორმაცია სხვადასხვა ვინმესთვის ну თქვენს ბევრი მყავხარ და თქვენი სიტუაციები რა თქმა უნდა იმიტომაც ტარო ასე ინფორმაციას მაწოდებს ხა მაგისი გრძნობა ვნახოთ ახლა ჩვენ მაგისი გრძნობა აი ზუსტად გრძნობა რას გრძნობს შინაგანად მაგის ემოციები რომელიც შესაძლოა მალავდეს რას მალავს ეს რომ მართლა ფიქრობს ეგა რა იცით როგორი სიტუაცია არის აი აქ ვეტყოდი ასე რომ პრინციპში კი მოხდა ეს გადაფასება და კი მოხდა მაგრამ აქ ადამიანი რა არის იცით უფრო ეხლა даже ნახეთ არ რთავს აი აქ გულს თქვათ ნუ ემოციას მოდით ასე რომ ვთქვათ გულის არასწორი ემოციას არ რთავს იმიტომ რომ კი დიდი ხანი არის აი აქ შეჩერებული თემა პლუს კიდე შეიძლება თქვენ უკვე არაერთხელ გქონდათ ეს მომენტი რომ ერთი და იგივე და ეხლა შეიძლება თვითონ კი დაფიქრდა ყველაფერს მაგრამ თქვენგან არ იცის თქვენ რა გინდათ დაუშვათ ხო ნუ თავის პარტნიორი რა უნდა მაგრამ გრძნობა მითხარ ეს ანუ აქ როგორი გრძნობაზე უფრო კითხვა იცით ის კი არა თქვა არ ვუყვარ ანუ შინაგანად რას განიცდის აქ პრინციპში კაცის პოზიცია ზუსტი არის რომ კაცები არ ვარდებენ თქვა ემოციები ეგენი მაგათ აქ რაღაცა აი რეალურად ფიქრობენ ეგენი რომ ხო უნდა ანუ ზის და იმენა ფიქრობს როგორ იცით ქმედება კაცი არის ქმედება ხო ანუ მე რო ვიმოქმედო ეს მას თუ უნდა ეს ჩემი ქმედება იმიტომ რომ აქ უკვე იყო რაღაცა შეიძლება გეუბნებით ეს სიტუაციები როცა თქვა თქვენ შორის რაღაცა ან შორდებოდეთ ან გაუგებრობა იყო და ეხლა ეს ფიქრობს რომ მას უნდა ეს საერთოდ კი ბატონო იმიტომ რომ აქ არის როგორი მომენტი შეიძლება თქვენ შორის არის მანძილი ეს მანძილი და პლუს კიდე ნახეთ რა ხდება ეს კიდევაც ფიქრობს რომ ამდენი ხანი რო გავიდა ეს მე ვაფშე მელოდება მე კი ნუ უკვე ეს ადამიანი ფიქრობს რომ დაკარგა რაღაცა სტაბილური დაკარგა ოჯახი და უკვე საერთოდ არ აგონია მაგას რომ აქ ჩამქრალია ვარსკვლავი გაიგეთ რა ხდება ანუ თითქოს არ ვიცი მე საერთოდ ეს ჩემი თქვათ ეხლა სახლი დავკარგე თუ არა რას გულისხმობ ნახეთ აქ სული უფრო даже მე ვფიქრობ რატომღაც იტანჯება და ნახეთ რა ხდება так ხო ეს ადამიანი სხვათა შორის ცდილობდა დიდი ხანია ცდილობდა იმას რომ თქვენ დაუშვოთ ნუ ამოეგდეთ გულიდან რომ ანუ ყველანაირად აი მაქსიმალურად აქ მიდიოდა ძალიან დიდი ბრძოლა თავის თავში აქ უბრალოდ დაიღალა გაიგეთ რა ხდება
და რომ დიდი ბრძოლა მიდიოდა მაგის გულში იმაზე რომ თქვათ მე ეს ქალი აღარ მინდა всё მორჩა მაგრამ ვერ მოერია რაღაცა სიტუაციას იმიტომ რომ თქვენ მაინც ხართ როგორიც აი იქ აი რაც არ უნდა შეიძლება ზოგი სვამდა შეიძლება ზოგი თქვათ აი ისი ფიქრო აი ბრაზდებოდა შეიძლება აი თავის თავზე ეჭყობებოდა რომ აი რად გინდა რატო არ გჭირდება ეს ქალი სიტყვაზე არ გინდა არანაირად შეიძლება გოგოებო თქვენ თუ დაკავებული ხართ მით უფრო ანუ რაღაც ხო გვაჩვენა სხვადასხვა ვარიანტებს გეუბნებით ხო თუ არავინ არ აყავდა მნიშვნელოვანი იყავით აქ მაინც აი ვერა რა აი რაღაცა მაინც ეს მინდა და მორჩა იმიტომ რომ ეგ შეიძლება ფიქრობს რომ თქვენს მაგაზე ფიქრობთ რა და აი ეხლა არის როგორ იცით რომ აი თითქოს სახლენ გამომაგდეს სახლენ გამოგდება ეს რას ნიშნავს ანუ სადაც მე კარგად ვიყავე სადაც მე დიდი ხანია მაგრამ ნუ დიდი ხანია ვიყავით ურთიერთობაში მაგრამ ეხლა თითქოს ამ სახლის გარეშე გრძნობს ეგ სიცარიელეს რა აი ეს არის ხო სიცარიელეს გრძნობს სიცივეს ნახე თითქოს დასრულდა ყველაფერი და დაესვა წერტილი და საწავიდე გამომაგდე აი აქ თითქოს აი გამომაგდე ოჯახი სახლიდან რა ნუ შეიძლება იყოს რაღაცა სიტუაცია რომ თქვენ დასვით წერტილი და თქვით რომ წადე ვაფშე საერთოდ არ მჭირდება შენთან არაფერი შეიძლება მაგრამ აი თითქოს იქ სადაც თქვათ მაგრამ ნუ თითქოს გრძნობს რომ აი რა ვიცი всё მე თვითონ წავედი შეიძლება მისი გადაწყვეტილება იყო დაუშვათ აქ მაჩვენებს რომ მე გადავწყვიტე მე ვთქვი რომ всё უნდა წავიდე დაუშვათ და იმის მიუხედავად რომ ვიცოდი რომ ეს ამ ქალს არ უნდა მიყვა ხა აქ ძალიან ისე რა ვიცი წყვილ არამერ შევია დღეს ეს დასდა ეს ბიჭი მიდის და ნახეთ ქალი დგას და უყურებს მაგას ახლა როგორ მიდის რომ ანუ ესე იგი მე გავაკეთე ისეთი რაღაცა ცივი ნაბიჯი მე თვითონ გადაწყვეტილება მივიღე მე წავედი იმის მიუხედავად რომ ვიცი რომ ეს ქალი მე მელოდებოდა და აი აქ აცნობიერებს და ეხლა ის სტაბილურობა რომელიც მე მქონდა დავკარგე აქ განცდას მაჩვენებს გაიგეთ აქ ეხლა ეს უფრო სხვანაირ გრძნობაზე საუბარი მიხვდეთ რომ ადამიანის განცდაზე უფრო საუბარი რა მისი პირადი ცხოვრება ვნახოთ ეხლა რა ხდება ეხლა მის ცხოვრებაში მისი პირადი ცხოვრება так მისი პირადი ცხოვრება ну აქ უფრო როგორი მომენტი არის იცით აქ ადამიანს უფრო მაჩვენებენ სამომავლოდ აქ ახლა რაღაცა დასრულდა მაგრამ ადამიანი ახლა არის როგორ ენერგიებში უნდა რომ აღდგინოს ეს ყველაფერი იმიტომ რომ აქ არის ისეთი აქ არის გვერდხების ტუზე რომ მე მინდა რომ თქვა აი სიახლე მე მინდა ბედნიერება მე მინდა ანუ თქვა გამოუჩნდე მე მინდა ანუ დავიწყო ნუ კი და მხოლოდ სხვანაირად ისე კი არა როგორც თქვა იყო არა აღარ მინდა უკვე ეს აქ შეიძლება ნახოთ როგორი მომენტი იყო კი პრეტენზიები გქონდა შეიძლება გოგოს რამე თქვა დაუშვათ არაფერი არ ხდება არაფერი არ იცვლება ჩვენ ახლა ნუ ერთი და იგივე აქ სხვათაშორის სხვაობა შეიძლება გქონდეთ თქვენ აქ ასაკში იმიტომ რომ დაუშვათ აი არ გქონდეთ რამე შეიძლება ესეთი მომენტები სადმე სასიამოვნო თქვა ან სადმე წასვლა ან კარგი დროს ტარება შეიძლება ნუ რაღაც ადამიანი შეიძლება მარტო ფიქრობდა თქვა თავის თავზე უფრო ხო და ამიტომ იძახას რომ მე არ მინდა რომ ვიყო უკვე ისე როგორიც მქონდა ნუ ვიღაცასთან შეიძლება იყოს ახლა საჯარო გაშლა არის მაგრამ ახლა იმდენად არ მოდის ეს ინფორმაცია თუ რა უფრო ადამიანი ნანობს ის რომ წავიდა მოიცადეთ ერთი წუთი კიდე და არა დაბრუნება უნდა მე მეგონა რომ შეიძლება ზოგი ფიქრობს რომ დაუშვათ არ მინდა ამ ქალზე ვიფიქრო და თქვა სხვა ურთიერთობაში წავიდე არა პირიქით დაბრუნება არის იმიტომ რომ როგორი მომენტია ეს ისე თვითონაც დაიღა აქ უბრალოდ ადამიანმა მიუხვდა რომ აი როგორიც ურთიერთობა შეიძლება გქონდათ როგორიც აი ერთი და იგივე არაფერი არ იცვლებოდა აი არაფერი აბსოლუტურად რა აი ჩოვლებრივი მომენტი თქვა სამსახური სახლი არანაირი არაფერი შეიძლება თქვენც მაგაზე ბრაზდებოდეთ იმიტომ რომ მაჩვენებს ხმალების დედოფალს ხო რომ რაღაცა თქვა ან სადმე დამპატიჟე ან სადმე წავედი ან რაღაცა თქვა გავაკეთოთ ხო ერთად სადმე წავედით ერთი და იგივე შეიძლება იყო და აქ ახლა
იმიტომ არის რომ ადამიანში მოხდა ძალიან დიდი გადაფასება, იმიტომ რომ შეიძლება იყო თქვა ახლა ეს ადამიანი თქვა თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა ხო, უფრო შეიძლება იმას ფიქრობდა თქვა, აი სამსახურზე ფიქრობდა დაუშვათ ხო, შეიძლება მიდიოდა უფრო და აკეთებდა იმას, რაც მას უნდა და თქვენს აზრებს არ ითვალისწინებდა და თქვენ ახლა თან შეცვალეთ მისგან მიდგომა დაუშვათ და უკვე ისეთ ენერგიაში აღმოჩნდეთ, რომ ნამდვილად ახლა მეც მინდა რაღაცა ემოციები, ხო? ანუ ემოციებს არ ვაძლევდი, გაიგეთ, რომ კი შეიძლება ერთად ცხოვრობდეთ და რაღაცა, მაგრამ ცოლქმრული ურთიერთობაც ახლა რა თქმა უნდა, ნახეთ, ცოლქმრულზე კიდე ერთი რაღაც გეტყვით, რომ სამყაროს როგორ ხედავს, იცით, თუ თქვენ ადამიანთან ცხოვრობთ ერთად, ხო? სამყარო მაგას კითხულობს, როგორც ცოლქმარს, ესეც არის, რომ იცოდეთ, რომ შეიძლება ხელიც არ ქონდეთ მოწერილი, მაგრამ ეს არის, იმიტომ რომ ძალიან ისა რა ქვია, სამყაროს ასე ხედავს. კი. აქ უბრალოდ იცით კიდე როგორი მომენტი არის, მოვერევი თუ არა მე მაგას, აქ რაღაცა სხვაობა გაქვს ძალიან დიდი. და არის როგორიც სად ახლა, ანუ კი მინდა მაგას თქვენამდე დაწევა, მაგრამ არ იცის და დავეწევი არ დავეწევი თუ არა და უნდა აი ნახეთ რამდენჯერ ეს დასთა ახლა თქვენ თვალწინ ავჩეხე. და სულ ნახეთ რა არკანიდეს, რომ მაგრამ მე-11 არკანი პრინციპში ცუდი, აქ არ არის ახლა მე-11 არკანი. მე-10 არკანი. უნდა, მაგრამ აქ ძალიან დიდი განცდა, აქ ძალიან დიდი როგორი მომენტი, იცით, რომ დიდი ხანია ეს ადამიანი ცხოვრობს, აი როგორ იცით, აი თქვენი ენერგიის გარეშე ძალიან აი არ ყოფნის, აი სჭირდება თქვენი ენერგია ამ ადამიანს. აქ უდიდესი დრო ქონდა ადამიანს, რომ აი სულ ფიქრი, რომ ეს არის როგორ, ნახეთ, იმპერატრიცა მნიშვნელოვანი ქალი, რას ნიშნავს მნიშვნელოვანი ქალი? შეიძლება ადამიანის ცხოვრებაში იყოს მილიონერი ურთიერთობა, ხო? შეიძლება 15 ქალს ცვლის დღეში, არა აქვს პრობლემა, ხო, სიტყვაზე ვიღაცისთვის, მაგრამ ხდება აუცილებლად გინდა გოგოს ცხოვრებაში, ხო ვიძახოთ, რომ თქვა მამაკაცი არის, თქვა მნიშვნელოვანი. ხდება ჩვენ ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, ვინც ძალიან ცვლის, ვინც არ გავსხვებს, ვინცაც აქვს სხვანაირი, თქვა, დამოკიდებულება ჩვენსადმი. შეიძლება ის ადამიანი, რომელიც ეხება ჩვენს სულს. ხო? აი ესე რომ ვთქვათ და აი უკვე იმ ადამიანთან უკვე სხვანაირი მომენტი არის. კი, შეიძლება ადამიანი როცა შედის ურთიერთობაში, არ აქვს მნიშვნელობა ქალია, კაცი, ხო? შეიძლება ფიქრობს, რომ იმ წუთში ზოგს აქვს, იმ წუთშიც რაღაცა შეგრძნება, რომ რაღაც სხვანაირი, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება უბრალოდ აი არც უფიქრდება, რომ შეიძლება მაგ ადამიანთან მოხდეს აი ესეთი ცვლილება, იმიტომ რომ ახლა აქ ეს ადამიანი რას ამბობს, რომ შეიძლება მე ადრე ახლა ავდგებოდი და წავიდოდი თქვა ურთიერთობიდან და ვაფშე სულ არ მაინტერესებდა ის ქალი რას ფიქრობს, ხო დაუშვა, მე არ მინდა და მორჩა, მაგრამ აი აქ იმიტომ არის ერთ ბრძოლა, რომ თითქოს სახში მოუხდი, სული მოხდა თავის სახში და ეხლა ეს სახლი რო ვერ შეინარჩუნა, გააგდეს ასე რომ თქვა რა, გაიგეთ რა ხდება, მაგრამ აი ეხლა ეს დრო რო ქონდა ამ ადამიანს იმისთვის რომ თქვა თქვენ აქ რამ ხელა პაუზაზე ვიყავით და იმიტომ ფიქრობს რომ ვაფშე მაგ მე საერთოდ შანსი რომ ამ ხელა პაუზის მერე რომ თქვა რამე ავაღდგინო ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ კარგად გრძნობს რომ ენერგია ამ ქალის მჭირდება, იმიტომ რომ ამ ქალს აქ რაღაცა თავისებური ენერგია შეიძლება თქვენ დაჟე აქ ნახეთ აქ გვერდხების დედოფალი ფისოუზის ხო ხდებით რა, ანუ თქვენ თვითონ ხართ ისეთი ადამიანი, რომელიც ეს ქალი იზიდავს, გვერდხების დედოფალი თავისი ენერგიით ძალიან იზიდავს, ძალიან ავსებს, ძალიან ანუ თვითონ გააქვთ თქვენ ესეთი ენერგეტიკა, რომელსაც შეუძლია რომ ეს ადამიანი, რომელიც ნახეთ, თქვენ აძლევდით ამას იმ ენერგიას, როცა დაღლილი იყო, როცა თქვათ ურესურსო იყო, ხო? მხოლოდ თქვენ აძლევდით აი ამას, ამ ენერგიას, თქვათ, ხო? მხოლოდ თქვენ შეგეძლოთ, რომ ეს ადამიანი გამოიყვანა, თქვათ, იმ თქვათ, მისთვის მძიმე სიტუაციიდან და ეხლა ამას ეხლა ათვიცნობიერებს, შეიძლება даже უფიქრობს და იხსენებს რაღაცა მომენტებს, რომელიც იყო დაკავშირებული თქვენზე, როგორ იცით, აი
თქვათ, აი ეს რო იყო, მე მაშინ დავუშვათ, აი ამას ვაკეთებ, ეს რო იყო ჩემ ცხოვრებაში, აი უფრო თქვათ, კი, უფრო ენერგიას მაძლევდა, გაიგეთ? ანუ არ ყოფნის აქ თქვენი ენერგია, მაგრამ თვითონ აი კიდევაც აღიარებს იმას, რომ მე მოვკალი ეს ყველაფერი, მე ჩავკალი თქვათ ეს ყველაფერი, ჩემი რაღაცა, აი ესეთი ხასიათით რა, რომ უცბად ვიცი რაღაცა, შეიძლება თქვათ რაღაც მომენტი იყო და შეიძლება даже ეს არა ერთხელ ყოფილა ისეთი მომენტები, რომ ადამიანმა თქვათ უცბად რაღაცა გითხრათ, უცბად ჩაგიყვათ თქვენ თქვათ, ყველაფერი აბსოლუტურად რა, თქვენ გულით მიდიოდით მასთან და ეს უცბად რაღაცა ადგა და გითხრათ ისეთი, რომ აი უკვე საბოლოოდ აქ ნამდვილად თქვენ გატკენათ იმ დონეზე, რადგან თქვენ ასეთი როგორც თქვენ ფიქრობს, ესეთი გადაწყვეტილება მიიღეთ. მიხვდეთ? აქ ძალიან ისეთი ღრმა თემა მიდის რა, ეხლა, იმიტომ რომ ადამიანს მართლა დიდი ხანი ქონდა ეს თან ეხლა ამ პერიოდში ცუდად რომ ცუდი არ იყო, იმიტომ რომ საერთოდ არის როგორ განზომილება არის, როცა ადამიანს ეძლევა იმედ სულიერი ტრანსფორმაცია, ჩვენ ყოველთვის ყველას გვეძლევა ეგ სიტუაციები, იმიტომ რომ მოდის დრო, როცა ჩვენ უკვე უნდა დავიწყოთ რაღაცა სულის გეგმა ისე, ხო, თქვათ, ეხლა ასრულებას რა და ამ случае გუშინ ძალიან კარგი შეხვედრა გქონდა ჩვენ აი ხა ვინც უკვე იცის რომ ბედის მატრიცა რა არის და ბედის მატრიცაზე გვექნება უკვე კურსი ვამზადებ და ეხლა ჯგუფიც უკვე შეიქმნა, არიან ადამიანები, ვისაც უნდა რომ შეისწავლონ, თვითონ გაიგონ თავის ამ სულის გზაზე ყველაფერი და პლუს კიდე შეიძლება სხვებსაც დაეხმაროთ, რომ უნიკალური ინსტრუმენტი და გუშინ იყო პირველი შეხვედრა ჩვენთან იმ ჩატში, სადაც არის უკვე ამაზე საუბარი, შეგიძლიათ შემოგვიერთეთ ლინკი ვიდეოს ქვეშ არის და თუ თქვენს გაინტერესებს თქვენი ბედის გზა ან თქვენი ახლობლების შემოგვიერთეთ და ბევრი ინფორმაციას გაიგებთ რა. იმიტომ რომ აი აქაც ეს მე-14 არგანი ყოველთვის გვეუბნება რომ ადამიანს ისეთ პაუზებში აგდებენ რა და რა თქმა უნდა აქაც მნიშვნელოვანია ხა რითი იმითი რომ თქვენ შეცვალეთ რაღაცა მის ცხოვრება, შენ გადააყირავეთ მისი ცხოვრება და თქვენ ნამდვილად რაღაცა ისეთი შემოიტანეთ მის ცხოვრებაში, რაზეც ვაფშე ადრე არც ფიქრობდა ეს ადამიანი, იყო თავისთვის მშვენივრად ცხოვრობდა, არაფერი მაგას ახლა არც უფიქრია რომ რაღაცა ახლა ტრანსფორმაციები და რამეები და აი აქ ზუსტად არის ის მომენტი, როცა ადამიანი ნამდვილად თქვენს მერე აი თავდაყირა დადგა მისი ცხოვრება რა, რომ ანუ სულ შემცვალა, სულ უკვე ახლა ანუ თქვენს მერე უკვე მისი ცხოვრება როგორიც იყო, ვერ იქნება, არ იქნება, გაიგეთ და ეს ამას ძალიან კარგად უფიქრდება ეს ადამიანი რა, ძალიან კარგად ხვდება. კარგით, მოდით ახლა ვნახოთ რა ხდება სამსახური და ფინანსი. რა ხდება და აქ შეიძლება ადამიანი დაუშვათ თუ არის თქვათ ან საზღვარგარეთ არ გამოვრიცხა იქ რამეს აკეთებს, შეიძლება აპირებს საზღვარგარეთ წასვლას, შეიძლება თქვათ ახლა თუ დაუშვათ მოდით ვკითხოთ მაინც ახლა ეს დასტა რომ კითხობდა. შეიძლება ფიქრობს დაუშვათ სადმე წასვლაზე, დაუშვათ ფიქრობს რომ იქ უფრო სამსახურსაც ნახავ, იქ უფრო შესაძლებლობები მექნება, იმიტომ რომ აქ დაუშვათ ახლა რა ვიცი არ ხდება არაფერი, ან არის ახლა იქ და ანუ რა ხდება აქ როგორი მომენტი არის, იცით, ახლა მაგას რო გითხრათ, უნდა რომ თქვათ რაღაცა სამსახურზე, შეიძლება ინტერნეტში ეძებს, ან ინტერნეტში მუშაობს, სხვადასხვა ადამიანებია, ხო აქ. უბრალოდ აქ, იმიტომ რომ აქ ჭკვიანი საკმაოდ პიროვნება, რო იცოდეთ. და ამიტომ შეიძლება დაუშვათ ახალ სამსახურს შეიძლება ეძებს. აქ შეიძლება უცხოეთზე ფიქრობს, შეიძლება უკვე არის და იქ ფიქრობს რამის სამსახურზე. აქ ძალიან შრომელი პიროვნება არის, ამას არ ეშინია არანაირი შრომის, არ ეშინია არანაირი თქვათ ახლა აი სამსახურის, ოღონდაც იყოს, მე ყველაფერს გავაკეთებ, მძიმე სამსახურიც რო იყოს, არანაირი თუ რამე არ ვიცი მე ვისწავლი, აი არანაირი მომენტი არ არის. უბრალოდ ახლა ფინანსური მდგომარეობა აქ ძალიან რთული და აქ ადამიანი ეძებს გამოსავალს, რა გავაკეთო მე ისეთი,
ვთქვათ, რომ მქონდეს სამსახური. ნუ ზოგისთვის შეიძლება, აი ძალიან პატარა პროცენტისთვის შეიძლება ადამიანი კმაყოფილი იყოს იმით, რაც აქვს ეხლა, ეს შეიძლება მცირეა, მაგრამ აქ ადამიანი შრომობს, ნუ ძალიან ბევრ, ან ფიზიკურად ბევრ შრომობს, ხო? ან თქვათ ეხლა, იცით როგორი მომენტი არის კიდე, ესე იგი, მძიმე სამუშაოა, მაგრამ ანაზღაურება ძალიან პატარა ვიღაცისთვის ეს ინფორმაციაც იქნება რა. ხო, ნუ რაღაცის მოლოდინში არის სხვათა შორის ეს ადამიანი. კი, სხვათა შორის კიდე როგორი მომენტი არის, აი ხო ვეკითხები სამსახური და ასე შემდეგ. ეს ადამიანი თითქოს ელოდება აი თქვენი ენერგია, მისი ენერგია არ მყოფნის. აი როგორ არის, იცით, არის აქ ისეთი სიტუაცია, როცა როგორ აგიხსნათ, იცით, საერთოდ ადამიანს ჩვენ ვეკითხებით სამსახურში, ხო? ეს შეიძლება სიმშვიდეს ეძებს ამ სამსახურში. არა, აი არის თქვა, აი რო არ ვიფიქრო მაგაზე, რო აღარ მქონდეს ეს მომენტი, რომ ამას ველოდო, აი იმიტომ რომ ეგრევე გადამიყვანა ისევ თქვენზე რა, ისე ქორწილების დედოფალზე, რაზეც ლაპარაკობდი, ხო? ანუ მირჩევნი არ აქვს მნიშვნელობა რამდენი მაგ ახლა ხელფასი რა, მაგრამ თავარია ვიყო დაკავებული, ვიყო იმიტომ რომ ამაზე რო არ ვიფიქრო. ამ დროს ანუ რომ შველის მე ეგ სამსახურში რომ სულ არ ვიფიქრო, იმიტომ რომ შეიძლება თქვენგან რაღაცა ქმედებას ელოდება გოგოებო ეს ადამიანი და ამიტომ რომ აი სულ რო არ ვიფიქრო ამ თემაზე რაღაცა იყოს, აი სამსახური რაღაც ესეთი. ვიღაცასთან შეიძლება კიდე მომენტი იყოს, რომ თქვათ, ნუ დაუშვათ ელოდება, რომ თქვათ ვინმე უნდა დაასაქმოს. შეიძლება თქვათ ამასაც ელოდება, რომ თქვათ ეხლა ცით ენერგიები რომ გამიშა პირე. Так, მოდით ვნახოთ მისი გარემო. მისი გარემო. ნუ მისი გარემო ახლა არის როგორ იცით, პრინციპში ეს ისეთი ტიპი არის, რომელიც ახლა ზეგავლენას ვერ მოახდენს, ვერც მისი გარემო და ვერც მისი მეგობრები, ვერც კოლეგები და ვერც ვერავინ. ვერავინ, აი აქ ვკითხე ხო, რომ თქვა გარემო, რომელიც ახლა ზეგავლენას ახდენს. ვერავინ ვერ ახდენს მაგაზე ვერანაირი ზეგავლენა. აქ ეს ტიპია, რომ აქეთ ზეგავლენას მოახდენს, ვიზიც გინდა რა. არა, მე თვითონ წვიტავ ყველაფერს, მე აქ არავის არაფერი ეკითხება ჩემ ცხოვრებაზე, მე როგორც მინდა იმას ისევ არა, იმიტომ რომ აქ ახლა კი, აქ ახლა ადამიანი, რომელიც პრინციპში როგორ არის, იცით, აი თავის პრობლემებზე შეიძლება არავის არ ეუბნება, პირიქით, თვითონ გადავწყვეტ ყველაფერს, მე არავის არაფერს არ ვეთქვა. შეიძლება თქვათ, მაგრამ ისეთი ადამიანები ყავს, შეიძლება გამაგის თქვათ გარემოში, რომელსაც არ რითი დაგეხმარ, ჩვენს გაჭირვებულები ვარ სიტყვაზე, ხო? ან ჩვენი პრობლემები გვაქვს და ამიტომ ვის ვთხოვო, ვის რა უთხრა, ხო, ვისგან რა უნდა ველოდო მე. ანუ აქ შეიძლება ისეთი ტიპაჟიც არის, რომელიც არის მიჩვეული, რომ ანუ დაუშვათ თვითონ მე უნდა გადავწყვეტო ჩემი ყველანაირი პრობლემები. მე აქ არავის არ წავალ, მე ისე რა ქვია. ნუ არა, როგორი ადამიანი, იცით, რომ აი თუ რამე პრობლემა აქვს, ამას მე თვითონ მაგას გადავწყვეტ რა. ანუ ნამდვილად ეხლა აქ ვინმეს ლოდინი და რაღაცა ნაკლებად იქნება, თქვათ რომ ვიღაცა დაეხმაროს რა. ვნახოთ ეხლა ჩვენ, ანუ რა არის აქ ფარული. ისეთი რომ თქვათ ის სხვებს არაჩვენებს, მაგრამ ის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ რა არის და აი აქ როგორი მომენტი არის იეროფანტი, ანუ ის რომ ეს ადამიანი ეხლა გადის აი ამ ბევრ რაღაცას სწავლობს, ბევრ რაღაცას ათვიცნობიერებს, ბევრ რაღაცას და ანუ შეიძლება სხვებს არაჩვენებს, რომ ბევრი რაღაცა მის გულში ტრიალებს. ანუ აქ არის როგორი მომენტი, იცით, რომ ეს სერიოზულდება, მოდით ასე ვთქვათ რა. შეიძლება ისეთ იმაში არის, რა ქვია, უკვე ვთქვათ, ან ასაკში, რომ გარდატეხვის პერიოდი სიტყვაზე ხო არის რაღაცა ასაკებში რა. და აი შეიძლება თქვენი პარტნიორი ამ ასაკში არის, როცა მასში მიდის ძალიან დიდი გადაფასება, შეიძლება თავისი ცხოვრების, ანუ რასაც არაჩვენებს სხვებს, ხა არ დაჯდება ეს და შეიძლება რას ფიქრობს, იცით, რომ ვერც გამიგებენ, რომ უთხრა მე, ხო, ვერც გამიგებენ, მე რა მაწუხებს, მე რა მჭირდება, ვერ გამიგებენ რა. ამიტომ შეიძლება ეს არის როგორი ადამიანი ათვიცნობიერებს თვითონ
აკეთებს რაღაცას, გაანალიზებს რა ხდება, რა იყო, მაგრამ ისე რომ თქვათ მან ახლა ვიღაცას ახლა აჩვენოს ეგა არ ამგონია რა აქ ცოტა კი აი ნახეთ რა ხდება იმასაც არეუბნება თავის სიყვარულზეც არ ელაპარაკება ხო აი აქ არის როგორ იცით ახლა იმასაც არეუბნება რომ თქვათ რა ამაზე ოცნებობს თქვათ ხო უნდა რომ ისე თქვათ იყოს ისე როგორც იყო თქვათ დაუშვათ როგორც თქვათ ცოტა ეგოისტობს კია ხო კიდე რას ხო კიდე რას არეუბნებ რა არის კიდე დამალული ანუ ნახეთ იმაზეც არ ამბობს რომ ან ესე იგი ისე კარგად ვიყავი დააფასა ნახეთ კიდე რა მომივიდა ახლა და იმაზე არ ამბობს ეს ადამიანი რომ ძალიან კარგად მიხვდა რომ მას ქონდა ძალიან მაგარი ცხოვრება ანუ სადაც ნახეთ აი კარგად თუ დაინახავთ მიხვდებით ხო ყველაფერი იყო მისთვის აბსოლუტურად თუ აი სულო გულო მოფერება ნუ რასაც აი ვერც ოცნებობდა რომ იტყვიან რა ყველაფერი მისთვის იყო მაგრამ თავისი საქციელით ვერ დააფასა ეგ აწყენინა გოგოს და თვითონ წავიდა თვითონ მიატოვა ეს ანუ ნახეთ როგორ არის აქ არის ცხრიანი ხო და მე რვიანი ანუ კარგი ცხოვრებიდან მე თვითონ წავედი ჩემი კარგი ცხოვრებიდან სადაც ყველაფერი მქონდა აბსოლუტურად მაგრამ მე აქედან წამოვედი რა მე თვითონ და თან გოგოსაც ვაწყენინე რა რომელიც ამ ყველაფერს მე მაძლევდა და ეხლა არ ვიცი რა გავაკეთო ვაფშე ეხლა როგორ არის რა რომ აზე არა ვარ ამ სიტუაციიდან რა გამოვა და როგორ გამოვიდე ამ სიტუაციიდან ეხლა მე არ ვიცი რა მაგრამ ეს რომ ძალიან დიდი გაკვეთილი იყო მისთვის აი თვითონ ეს სიტუაცია რა ძალიან დიდი გაკვეთილი იყო მაგისთვის ეს სიყვარულიც მნიშვნელოვანი ანუ ამაზე ფიქრობდა გაიგეთ ეს ადამიანი რომ ეს ურთიერთობა ეს სიყვარულიც იყო მნიშვნელოვანი და ეხლა მე აი არ ვიცი რა გავაკეთო იმიტომ რომ ვაწყენინე ისეთ ადამიანს რომელიც მე ყველაფერს ანუ აქ როგორი მომენტია იცით რა აჩვენებენ აი ამ დასტაშე ცხრიანი არის როგორ იცი როცა ვიღაცა აი აქ ორი ადამიანი ხო საერთოდ კლასიკაში ხო ერთი ანუ მარტო მე ჩემზე ხო ანუ ვეთყოდი რომ თქვა ადამიანი თვითონ თავისთვის რაღაცას აკეთებდა არა აქ უშუალოდ მე რო ვიყო კარგად მე მემსახურებოდნენ მიხვდეთ ანუ ყველაფერი ჩემთვის იყო ყველაფერს ჩემთვის აკეთებდნენ ხო მაგრამ მე ეს ვერ დავაფასე და ამ კარგი ცხოვრებიდან ავდექი და წავედი სად წავედი იქ სადაც არაფერი არ ხდება მე ანუ რვიანი ხზა ერთად ეს არის ხმალების როცა ანუ დავძაბე სიტუაცია და ანუ ადამიანმა თვითონ მიჩალიჩა რა რომ კარგი ცხოვრებაში წავიდა ასე თქვა და თვითონ ეხლა არ იცის რა გააკეთოს ნუ ნახოთ ეხლა რა ამაში რა გაკვეთილი დეს ეხლა ხო აი მე უგითხარით უკვე რამდენი ხანი მაგას ვლაპარაკობ ხო მნიშვნელოვანი ქალი იყო მისი ცხოვრება შეცვალა ძალიან იმოქმედა აი სად მოვედით აი ეს არკანი რო ყოფილა აი ამაში დეს ეს ჩემი ამდენი ხნის საუბარი რა მოხდა მის ცხოვრებაში ეს არის ესეთი კარმული გაკვეთილი კარმული გამოცდილება იმიტომ რომ აი რაც უნდა შეცვალოს აი ნახეთ კითხვა იყო რაც უნდა ანუ ისწავლოს ამ სიტუაციაში ამ სიტუაციიდან მიმდინარე მოვლენების რა უნდა ისწავლოს რომ ისე როგორც ეს ცხოვრობდა არა მე იმიტომ გითხარით აქ შეიძლება ადამიანი აქ ეს კრიტიკული პერიოდები რა გარდამთეხვეს რა ხო იცით უკვე აგიხსენით რაც არის რა რომ ყველას ცხოვრებაში თქვათ ახლა ეს პერიოდი დგება როცა შენ გეძლება რაღაცა სიტუაცია იმისათვის რომ შენ უნდა გაიაზრო და მივხვდი რომ ანუ ეს ასე უკვე არ შეიძლება უნდა შეიცვალოს ანუ ეს უდიდესი გამოცდილება არის რომ მაგან ამ ისტორიიდან რომელიც აქ მოხდა რომელიც აქ მაგას ახლა მოუვიდა ზემოდან ასე რომ ვთქვათ იმისათვის რომ მისი ცხოვრება ასე ვთქვათ გაიყოს
ანამდე რაც იყო და ეხლა გამოცდილება წამოიღოს, იმიტომ რომ კოშკი არის აი ეს არკანი ზუსტად, რომელიც გვაჩვენებს ჩვენ რომ დიდი პატრიცენია როგორ იქნება, ანუ რაღაცა ესა რა ქვია მითხარით რა პატრიცენია და მავიცა. ეხლა რაღაცა სიტყვა მიტირიანებს, ვიცი მე იცინებთ ეხლა მაგე რო ვთქვა. მოდი ასე ცოტა ისა დიდი ცვლილება იყოს აი ასე. იმიტომ რომ რაღაცა სხვა რაღაცა უნდა მეთქვა, ვიცი რომ რაღაც ცოტა არ იქნება სწორი. ანუ დიდი რაღაცა ცვლილება უნდა ყოფილიყო მის ცხოვრებაში, უნდა შემოეტანა ამ სიტუაციას, რომ всё, ну მოკლედ რო ვთქვა, როგორც იყო, არასოდეს არ უნდა იყოს, უკვე დამთავრდა, უბრალოდ იმ ისტორიიდან, აი ეს ისტორია, რაც ჩვენ აი აქ ვთქვით, უნდა მაგას უნდა გამოიტანოს გამოცდილება. აი აქაც იყო რა, თავიდანვე მითხრეს, აქ იყო რაღაც არკანები, ხსა წავიდა ღმერთო. რომ აი თითქოს ხო აგერ არის რა, ფიქრობს ეს ადამიანი, რომ ძალიან მშვენივრად კარგად ხვდება, რომ აი აქ თქვენ ვაფშე შეიძლება აზრზეც არ ვიყავით, მაგრამ ასეთი ცვლილება შემოიტანეთ მის ცხოვრებაში. აი ეს გაკვეთილი უნდა მიიღო ამას უეჭველი უნდა მიიღო და ბოლო ახლა ჩვენ გვაქვს ახლა კითხვა მაინც მოდით ეს ავიღოთ, რომ რაღაცა ძალიან ბევრი კარტი მინდეს და უბრალოდ ამ კოშკმა ეს კოშკის იყო აქ სხვათა შორის გარჩევა უფრო გვაჩვენა კოშკმა, რომ რა უნდა ყოფილიყო, რისთვის იყო ეს მთელი საუბარი, რაზეც ჩვენ აქ ვლაპარაკობთ ამდენი ხანი, ხო? და ვნახოთ მისი მომავალი, აი ნახეთ რა ხდება, აი ესე იგი გავგიჟდები ახლა ცოტა ხანში. ესე იგი ნახეთ, საერთოდ მიყვარს უბრალოდ ესეთი იმენა კარმული სიტუაციას რომ აჩვენებენ, ძალიან მაგრად ასე რომ ხსნიან, ძალიან მომწონს ხოლმე. გოგოებო, ჩემო ლამაზებო, აქ არის ეს ისტორიული მომენტი, როცა ადამიანები ხშირად მეკითხებიან მე, კარმულ ურთიერთობას აქვს თუ არა ის განვითარება, რომ დაუშვათ გადაიზარდოს უფრო სხვა ურთიერთობებში. თქვათ, ну ასე დავარქვათ ჩვენ მონათესავე სულების, იმიტომ რომ კარმულ ურთიერთობაში შემოდიან პარტნიორები, რომელიც აი ეხავენ შიგნიდან, რომელიც ისეთ პირობებში გვაგდებენ, რომ აი ჩვენ ლომკა რო არის რა, აი ესეთ მდგომარეობაში გვაგდებენ, აი ეს კოშკი ზუსტად ეს თემა არის რა, როცა ისეც ისე მოიხსენებენ დედებს, რომ აი შეიძლება, ну რა ვიცი, ჩვენ დედიკოებს ისე მოიხსენება ეს კოშკი, რომ აი ნამდვილად, რომ რა ვიცი, სიკვდილის სიცოცხლის თემა არის რა. მაგრამ ეს არის რისთვის, რომ შენ თუ დაუშვათ ამ ურთიერთობას მოდეთ შევეხოთ რა. თუ შენ დაუშვათ ეს გადალახე, უკვე შენი ცხოვრება შეიცვლება ნამდვილად და შეიძლება მოგეცემა საშუალება, რომ იგივე ურთიერთობაში გაიარო, ანუ უფრო ტკბილი დამოკიდებული, თუ შენ მიხვდი, თუ ორივენმა მიხვდნენ, რომ უნდა ურთიერთობაში ვიმუშაო და არა მარტო всё ერთად ვართ, კარგი ლოგინი გვაქვს, კარგი სექსი, კარგი ისა, კარგი რაღაცა და მორჩა და მე უკვე არა ურთიერთობა რო იწყობა, ეს აი ძალიან კარგი ის მაგალითი არის, რომ ადამიანს რო გონია, რომ მე ხარ რო ჩავაბარებ უნივერსიტეტში თქვა და კოლეჯში არ აქვს მნიშვნელობა, აი всё მორჩა და კეიფობენ და ჭკუაზე არ არიან, მაგრამ აი მახსოვს ეს კიდე მე რო ვაბარებდი, რომ ჩვენ გითხრა ერთმა ჩვენმა მასწავლებელმა, რომ თქვენ თუ გონიათ, რომ ეხლა თქვენ ხართ აი всё მოგება არ არის ეგა. აი ეხლა დაიწყება, არ დავიწყებენ დროს სწავლა მთავარი. აი ეგ არის რა, ურთიერთობა კი შეხვდეთ თქვენ, კი შეუყვარდეთ, კი მოგეწონათ, კი რაღაცა, მაგრამ იმ წუთიდან იწყება თქვენი უკვე მუშაობა. იმ წუთიდან მიხვდეთ და როცა სანამდე ჩვენ მიხვდებით მაგას, მანამდე ხდება ეს რაღაცა არ დავიწყება. და როცა მიხვდები და თუ ჩვენ მივიღეთ ეს გაკვეთილები და თუ ჩვენ იმ რთული სიტუაციიდან გამოვიტანეთ ზუსტად აზრი, რისთვის იყო ეს ყველაფერი, რა უნდა გავიგო მე. თუ ვერ გაიგე, კიდე წახვალ კრუგზე. და თუ გაიგე, და არ აქვს მნიშვნელობა ამ პარტნიორთან წახვალ, თუ სხვა პარტნიორების შემოვა, რა მნიშვნელობა. სულ საქმე თავისი გზა, მაგას არ აინტერესებს შენ ახლა სოციუმი რას ფიქრობს, რომ შენ კაცებს როგორ პირჩატკი ისიც ცვლიან ქალებს, არ აქვს მნიშვნელობა, ხო? იმისთვის არის 60, всё, სულმა მოიფიქრა, მიდის რა, ერთი იქნება, ერთი, ოკეი, 2, 10.
გაივლი, მაგრამ შენ როდემდე უნდა იტრიალო, ხო? ეს შენზე დამოკიდებული, შენ ცხოვრებაში რომ მოხდა ეს თემა, ხო? დაფიქრდე, რისთვის იყო ეს სიტუაცია ჩემთვის, რა უნდა გავიგო მე, რაკედან რა უნდა დავტოვო წარსულში და რა კარგი აქედან ეს წამოვიღო ახალ ცხოვრებაში და აი აქ ეძლევა ეს საშუალება ადამიანს, რომ ეს ახალი ცხოვრება დაიწყოს, მის ექსიანი თასების იმას ნიშნავს, რომ ეს უკვე მონათესავი სულების თემა ხდება. გაიგეთ, როცა მე უკვე კომფორტში ვარ და იმიტომ მეძახენ, რომ სად რა მიმართულებით მიდის, ანუ მიდის ზუსტად იქ, სადაც იქნება კარგად. ანუ მისი სული, ასე რომ ვთქვათ, ამოისუნთქებს რა. ნუ ეს კიდევაც ვამბობ, ახლა ეს გვაქვს ჩვენ საჯარო გაშლა და ეხლა რა თქმა უნდა, ახლა კარტი ჩვენ გვეუბნება სად და როგორ და ეს არ არის, ვთქვათ, ეს არის ჩვენი გზიური თუ როგორ არის, გზას რო გვაჩვენებს ეს ინსტრუმენტი რა, რომ ჩვენ უნდა მოусმინო და მე უკვე დანარჩენი უკვე ჩვენზე დამოკიდებული, ჩვენ მივიღებთ თუ არა კარტების რჩევას, გაიგეთ რა ხდება. ეს უკვე თქვენზე დამოკიდებული და რო იტყვიან ჩვენ პასუხს არ ვაგებთ იმაზე, თქვენ ახლა რას ეზავთ და ვინც ამას გაივლის და ვინც ახლა ნამდვილად მიხვდება, რომ კი, მე მინდა ეს ბედნიერება, მე მინდა არ მინდა ეს ბრძოლა, მე მინდა სიმშვიდე, მე მინდა კომფორტი, მე მინდა რომ ანუ ადამიანთან ახლა რა საჭირო რომ ვიჩხუბ, აი მას შემთხვევაში უკვე თითქოს აი ჩათვლასავით რა იღებ და გეძლევა საშუალება რომ ნამდვილად აქ თითქოს აი რახეთ როგორი შეგრძნება მაქვს ახლა, აი თითქოს ღმერთი დგას, ხო? და ეს ორი წყვილი მირბიან მასთან და ის როგორც მამა რა, მოდით შვილებო, თქვენ გაიარეთ ეს გაკვეთილი, აი ხა მე თქვენ მოგცემთ იმას, რაც თქვენ დაიმსახურეთ ამ სიტყვის ბედნიერებას და ანუ კარგ პერიოდს, კომფორტულ, აი თითქოს აი მამას რო ღმერთს რა უნდა რომ ჩვენ ვისწავლოთ ეს ყველაფერი, გავიაროთ და იმის მერე ის როგორც რატო ადარებენ ღმერთს და მამას რო აი მამას რო უყვარს შვილები და რომ უნდა ყველაფერი კარგი თავისი შვილების, ისე არის ღმერთიც, მაგასაც ჩვენთვის კარგი უნდა, მაგას არ უნდა ჩვენი დასჯა. არანაირად არ უნდა დასჯა, მაგას უნდა უბრალოდ რომ კარგად ვიყოთ, მაგრამ იმისთვის რომ კარგად ვიყოთ, უნდა გავიგოთ ჩვენი შეცდომები და იმ შეცდომებზე ვიმუშაოთ და მე უკვე ის ჩვენსკენ არის, ყოველთვის ჩვენსკენ არის, იმას მხოლოდ და მხოლოდ სიკეთე უნდა ჩვენთვის, მეტი არაფერი არ უნდა მაგას. აი ახალი ცხოვრება, ახალი განულებული ცხოვრება უკვე მოდის, ხო, ეს ყველაფერი მისი ნახეთ, აი ყველანაირ გამოდის ადამიანი მეხუთე ენერგია და ჩვენ ვიცით ახლა ვინც ტაროს ახლა სწავლობენ, ან იციან, ფლობენ, მეხუთე ენერგიიდან ადამიანი მიდის მეექვსე ენერგიაში, ხო, იცით თქვენ და აი ზუსტად ეს პერიოდი განულება მიდის და ადამიანი გამოდის ამ მძიმე პერიოდიდან და სად მიდის, აი ზუსტად ეს კარმული გაკვეთილი გავლილი აქვს, всё, მორჩა, კი, მოერია, აქ ადამიანი, აქ მაგასაც უმრავლესობა მოერევა იმ თავის აგრესიას, ანუ აქ კარმული გაკვეთილი იყო კიდე რაში, იცი, აი რო ჯერ დაფიქრდი, რას ფიქრობს, იმიტომ რომ ხმალები ეს არის ფიქრი, ხო? რას ფიქრობ, იმიტომ რომ შენი ფიქრები შენ მერე გადადიან ქმედებაში. აქ იფიქრე, მერე ქმედება. ჯერ იფიქრე, მერე იმოქმედე. მიხვდით? აი ეს იყო ამისი გაკვეთილი. ჯერ იფიქრე, მერე იმოქმედე. ნუ ჩქარობ. ნუ ჯერ აი იფიქრე, პირიდან მერე ამოუშვე შენი სიტყვები, ხო? ან დაწერე, ან რაღაცა ქენი რა. აი ეს იყო ამისი გაკვეთილი და ნუ ნახოთ ახლა მოდით ნახოთ რა საჩუქარს მიიღებს ეს ადამიანი. ნუ გვითხრეს ამაზე კაი რა არის, მაგრამ ნუ მაინც ნახოთ. ხო, გაიარა ეს გაკვეთილი, მაგრამ კი გაიარა ხუთიანზე. აქ ახლა ფრიადოსანი არის, ფრიადოსანია ბავშვებო. всё. კი და ახლა გზას გაუხსნიან. ვინც გაიარა ეს გაკვეთილი, იცით, აქ გზას უხსნიან ადამიანს. всё, ეს ეტაპი გამოვლილი აქ ამ ადამიანს იმუშავა ყველაფერი, მაგრამ კი, ნუ ახლა კიდე ნუ მაჩვენებთ ამ ისტორიას კიდე რა გიხოცებით, 1 საათი ამის ველაპარაკე. მე შედეგს გეკითხებით რა. შედეგს გეკითხებით, რა გთხოვთ. დაბრუნება. აქ ადამიანს კიდე მისცემენ შანსს, რომ ისე დაუბრუნდეს იმას, რაც დაკარგა. კი, საიდანაც წამოვიდა, იქ
ადამიანს დააბრუნებენ, ხოლო მივა ძალიან შეცვლილი, არანაირი აქ წყენა, არანაირი არაფერი, ეს ყველაფერი წავა მის ცხოვრებიდან და აგერ არის კიდე რითიც დავიწყეთ იმპერატრიცა, რომელთანაც ჰქონდა დასრულებული ურთიერთობა, აქ ისევ აბრუნებენ მასთან რისთვის? ახალი პერიოდისთვის, რაღაც ახალი ისტორია დაიწყება ალბათ აქ თქვენთან, კი ბატონო, დაიწყება. იზავს ეს ადამიანი ნამდვილად. ანუ ისევ აბრუნება განახლებულს აბრუნებენ. როგორ განახლებულს მე ვნახოთ ჩვენ, ხო? მიიღეთ ეს გაშლა, გელოდებით კომენტარებში, მომწერეთ ვისი ისტორია არის, თქვენი ისტორიები დაწერეთ. მე ყველაფერს ვკითხულობ, მე ყველაფერი მაინტერესებს აბსოლუტურად ვისთან. მე ხო თქვენთან ახლა დიალოგში ვარ, ხო? ამიტომ მაინტერესებს ძალიან თქვენი ისტორიები. მე გისურვებთ როგორც ყოველთვის ბედნიერებაზე ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.